გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენ ვიღებთ პოდკასტს იმის შესახებ, თუ რა პრობლემებს აწყდებიან თანამედროვე კალათბურთელები და რა გზას გადიან თავის დასამკვიდრებლად. დღეს ჩვენი სტუმრები არიან კალათბურთელები ლერი ლობჟანიძე და ილია სულაქველიძე. და პირველი კითხვით გადავალ ილიასთან. როდის და რატომ გადაწყვეტეთ, რომ კალათბურთი უბრალოდ ჰობი არ უნდა ყოფილიყო თქვენთვის და პროფესიულ საქმიანობად უნდა გექციათ და რა სირთულეებს აწყდით კარიერის დასაწყისში? პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. დაახლოებით ალბათ 10 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ჩემი ეს კალათბურთი არ ყოფილიყო მხოლოდ ჰობი და ყოფილიყო ჩემი მთელი ცხოვრება. და ამ კარიერის განმავლობაში ბევრ წინააღმდეგობას წავწლო მივარ, მაგრამ ჯერჯერობით კიდევ მივუყვები ამ გზას, როგორც წავიწყე ისე და იმ მონდომები და იმ ჟინით რა. ძალიან კარგი. ლერი, თქვენ დაგიბრუნდებით ახლა თუ შეიძლება. კალათბურთში საკმაოდ დიდი კონკურენცია, როგორც ასეთი. თქვენ აზრით რა არის ის მთავარი თვისება, რაც უნდა ახასიათებს კალათბურთელს, რომ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს სათადარიგო ადგილს, სათანადო ადგილას? მოგესალმებით, ასევე მადლობას გისურვებთ მოწვევისთვის და საინტერესო კითხვისთვის. პირველ რიგში არა მარტო კალათბურთელს, არამედ ზოგადად სპორტსმენს უნდა ახასიათებდეს შესაბამისი მახასიათებლები უნდა ქონდეს, რადგანაც თავი დაიმკვიდროს არა მხოლოდ თვითონ გუნდში, ზოგადად სოციუმშიც და მთლიანად სპორტულ სფეროში. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ქონდეს მონდომება. იმიტომ რომ მონდომების გარეშე გამორიცხული არის ნებისმიერ წარმატებას მიღწევა, რა თუ მხოლოდ სპორტში, ნებისმიერ საქმეში და მით უმეტეს სპორტი მოითხოვს ძალიან დიდი რაოდენობით შრომას. გარდა ამისა უნდა ქონდეს ნებისყოფა სპორტსმენს, რადგანაც თავი დაიმკვიდროს ნებისყოფის გარეშე, რეჟიმის, რუტინის გარეშე გამორიცხულია, რომ რაიმე შედეგი დაიდოს და გარდა ამისა აუცილებლად უნდა ქონდეს ის კომუნიკაბელურობა, ის სოციალურობა გუნდელებთან, მწვრთნელებთან, მოედანზე მოედნის გარეთ, რადგანაც მისაღები ადამიანი იყო, როგორც მოთამაშე, ასევე მოედნის გარეთაც. კი ბატონო, ლერი მახსენე რომ ის კარგი კომუნიკაციის ქონა აუცილებელი არის, აი თავიდან დასაწყისშივე რა სირთულეა მაგის, რომ შენს გუნდელებთან გაიხსნა თუნდაც კომუნიკაციაში ან შენს მწვრთნელს გაუგო შენი საკუთარი გამოცდილებიდან რა შეგიძლია რომ მაგალითი მოიყვანო, გაგიჭირდა თუ არა თავიდან? სიმართლე რო გითხრა, არასდროს არ გამჭირვებია არც ერთ გუნდში. ალბათ ჩემი კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გუნდი გამოვიცვალე და ბევრ გუნდში ყოფილვარ და არასდროს არ მქონია იმის პრობლემა, რომ ვიღაცასთან კომუნიკაციის პრობლემა მქონოდა. ზოგადად კალათბურთელები ისეთი ხალხია, რომ არავისთან არ უჭირს კომუნიკაციაში შესვლა რა, ნებისმიერ სფეროს ადამიანთან რა. ძალიან კომუნიკაბელური და თავისუფალი ადამიანები ვართ რა და მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვისაც უჭირს კომუნიკაციაში შესვლა სეზონის განმავლობაში რა. რთულია ეგეთი ნახვა. ძალიან კარგი, ნამდვილად დასაფასებელია. მაინტერესებს, რამდენად რთული არის სათადარიგო სკამიდან ძირითად შემადგენლობაში გადასვლა და მწვრთნელის ნდობის მოპოვება? ანუ ჩემი აზრით ეს რთული საქმეა რა, არ არის მარტივი საქმე, მაგრამ დროის ამბავია რა, უნდა ქონდეს ნებისყოფა და დისციპლინა, რაც თავარია რა. როცა სხვა აკეთებს, შენ ორჯერ მეტი უნდა გააკეთო იმაზე, რომ ადგე და ხუთეულში მოხვდი, ანუ სათადარიგო სკამზე აღარ იწე რა და მართალია ეს რთულია. მაგრამ არა შეუძლებელი ჩემი აზრით, მეც ყოფილვარ ეგეთ მდგომარეობაში, მაგრამ არ ჩამომიყრია ფარხმალი და პირიქით ორმაგად ვაკეთებდი ყველაფერს და ორმაგი მოტივაციით ვიყავი და ორმაგი დისციპლინით, რომ ყველაფერი გამეკეთებიან და ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა გუნდში. თქვენ ხომ გაგვიზიარებთ ამ საკითხთან? პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ქონია მსგავსი პრეცედენტი და მართალია რეალია რაც თქვა, ნებისყოფა შრომა, აუცილებლად ყოველდღე უნდა დაინახოს სომა ის რომ შენ მონდომებული ხარ, მოწოდინებული ხარ იმისკენ, რომ შენ დაიმკვიდრო შენი ადგილი, შენ აღარ იჯდე სათადარიგო სკამზე, არამედ დაიმსახურო სასტარტო ხუთეულში ყოფნა. ძალიან რთულია ნამდვილად ფსიქოლოგიურად. მსგავს მომენტს უმეტად აწყდები, როდესაც ერთი გუნდიდან მეორეში გადადიხარ. ილიამაც ისაუბრა ამ თემაზე, როდესაც სისტემა იცვლება. კი. ძალიან რთულია ერთი სისტემიდან მოერგო მეორეს. ერთი მწვრთნელი და გადახვიდე მეორე მწვრთნელთან და ამ სისტემის ნაწილი გახდეს სრულიად და სრულყოფილად, მაგრამ თუ აი ამ ყველაფრის ნებისყოფა გექნება, არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მომზადება და მზაობა, ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის რომ მოერგო იმ სისტემას და გახდე არა მხოლოდ სათადარიგო სკამის ნაწილი, რომელიც ერთმნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ხუთეული, არამედ ხუთეულში დაიმკვიდრო შენი ადგილი, უკვე შესაბამისად მეტი სათამაშო დრო და პერსპექტივა ქონდეს. ნამდვილად, როგორც ასეთი თანამედროვე სპორტსმენებისგან ყოველთვის მოელიან მაქსიმალურს, რადგან თითქოს ადარებენ ხოლმე ძველ საკმაოდ გამოცდილ სპორტსმენებს. მაინტერესებს, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს და რა არის მთავარი მოტივაციის წყარო, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, რომ წინსვლისკენ ისწრაფოდეთ? გრადუალურად ვითარდება კალათბურთი ზოგადად სპორტი და ძალიან განსხვავდება წარსული მოთამაშის
სათამაშო სტილი, დღევანდელი მოთამაშე სათამაშო სტილი. მთლიანად კალათბურთი იცვლება და მთლიანად კალათბურთის სტილი იცვლება. თუ 20 წლის წინ და 15 წლის წინ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად სამწამიანი შიგნით თამაშს. დღეს აქვს დღევანდელი ასპექტები უფრო განვითარებული არის სამწამიანის გარეთ რა ხდება. ადრე 2:10 და 2:05 რო იყავი, უმეტესად შიგნიდან უნდა გეთამაშო. დღეს მოთხოვნა არის, რომ გარედანაც ითამაშოს მაღალმა კალათბურთელმა და ფიზიკურად უფრო ძლიერმა კალათბურთელმაც რა. კი არის შედარების მაგალითები, თუმცა არ უნდა გწნეხავდეს არანაირად სპორტსმენს მით უმეტეს კალათბურთელს, როდესაც იცი რომ შენი სპორტი ესე სწრაფად ვითარდება და სათამაშო ტემპი და სტილი მუდმივად იცვლება, პირიქით ის უნდა გახსოვდეს კალათბურთელს სულ რომ შენ ბევრად უფრო წინ წასული სპორტსმენი ხარ, რომელიც შეეგუა ახალ ტემპს, თამაშის ახალ სტილს და მაქსიმალურად უნდა მოერგო ამას. ჩემი აზრით არა მარტო კალათბურთელისთვის, მთლიანად ყველა სპორტის სახეობაში არის ეგ, რომ ადარებენ წარსულ სპორტსმენებს რა და ჩემი აზრით, როგორც რიგითი სპორტსმენი, საერთოდ არ წარმოადგენს ეგ პრობლემას რა. მეც შეუდარები ვარ სხვისთვის და შეიძლება მეც შემადარეს ვიღაცას რა. მაგრამ ეგ არასდროს არ ყოფილა პრობლემა რა. პირიქით ეგ არის ჩემი აზრით мотиваციის წყარო რა. თუ ვიღაცა გადარებს იმის გამო, რომ შენზე უკეთესი იყო, ეგ უნდა გამოიყენო პირიქით შენთვის რა, რომ გაძლიერდე მაგის გამო და დაამტკიცო, რომ შენ უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე იმას, იმიტომ რომ შენ ახალ, თანამედროვე ცხოვრებაში ცხოვრობ რა და ბევრი რამე შეცვლილია რა და ეს უნდა გამოვიყენოთ ჩემი აზრით ჩვენთვის რა და საერთოდ არ უნდა დავდგუნოს მაგან და პირიქით ჩვენი საქმე უფრო წინ უნდა წაიყვანოს რა. კი, რა თქმა უნდა. აი, დასაწყისში თუ გქონიათ ესეთი მომენტი, რომ კალათბურთისთვის თავის დანებება გიფიქრიათ ან რაიმე წნეხის გამო, ან რაიმე პრობლემის გამო. კი, პირადი მაგალითიდან გამომდინარე, ყოფილა მსგავსი სიტუაცია, უბრალოდ დასაწყისში არა. უფრო როდესაც გასერიოზულდა ყველაფერი, ახალ ეტაპზე და ახალ სტადიაზე გადავიდიხარ უფრო სერიოზულ პროფესიონალურ დონეზე, ყველაზე დიდი წნეხი არის ტრავმა ამ შემთხვევაში. და ფსიქოლოგიური წნეხიც. რომელსაც ტრავმას თანსდევს, ტრავმის სიხშირე, პირადად ხა. ორი კოჭი მოტეხილი მაქვს, მოხდა პრობლემა, ძალიან რთული არის, ოდესაც ხედავ, რომ შენი ფორმის პიკში როცა ხარ და იღებ ტრავმას, ჩათვალე ძალიან რამდენიმე საფეხური თქვენ მოჩამოდიხარ. საერთოდ ნული დაგიწევს რაღაცების დაწყება. რთულია მაგას, როგორც ფიზიკურად შეგუება, იმიტომ რომ ძალიან დიდ კიბულთან არის დაკავშირებული ფიზიკურადაც, მორალურად და ფსიქოლოგიურად ხო საერთოდ. ამას თუ შეეგუები, ამას თუ გაანალიზებ, რომ პირიქით შენ უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე, შენ უნდა გადალახო ესა თუ ის პრობლემა დაბრკოლება, აღმოფროდი არის ეს პრობლემა. გარდა ამისა, ახალგაზრდებში უფრო ხშირი არის მომენტი, რომ თუ ხედავ რაღაც პერსპექტივა არსებობს სხვა, იმისგან შეიძლება გაგირბოდეს, რომ მაგალითად ამაში რაღაც არ გამოვიდა, ერთჯერადი შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება ისვსადო. უფრო კონსისტენტ უნდა იყო რა ასე რომ ვთქვათ, უნდა მიყვე ამ საქმეს, უნდა გჯეროდეს მუდმივად, რომ მე რომ შრომას ჩავდებ, ეს შრომა უკან დამიბრუნდება. რა თქმა უნდა, მადლობა საინტერესო პასუხისთვის. იგივეს გაგიმეორებთ იგივე კითხვას. ჩემი აზრით, როცა სპორტსმენი ხარ, გიწევს ორ ასპექტში განვითარება რა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური რა. აი ყველაფერი არის, აი რა შეკითხვაც დამისვი, უკვე მენტალობასთან დაკავშირებული რა. აი ყველა სპორტსმენი ალბათ ისტორიაში ვინც ყოფილა, მენტალობა ისეთი რამეა, რომ ყველაზე მთავარი არის სპორტში რა. შეიძლება ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მენტალურობა თუ არ გაქვს და თუ ვერ შეერწყი ამ სიტუაციას, არაფერი არ გამოგივიდეს რა. და ალბათ ყველა სპორტსმენს ქონია ეგ თავის კარიერაში, რომ მოდი თავი ხო არ დავანებო, გაუფიქრებია მაინც, მინიმუმ ერთჯერ მაინც რა. მაგრამ თავისი მენტალობიდან გამომდინარე, ამის გადალახვა არის შესაძლებელი რა. მეც ბევრჯერ მქონია ეგ მომენტი, რომ რაღაც არ გამომდის რა, არა მარტო ტრავმის გამო, არამედ თუნდაც როცა ის შეკითხვა დამისვე, ვიჯექი სადაგერგდა სკამზე. და მაგის გამო თითქოს ჩემ თავში არ მქონდა ის თავდაჯერებულობა, რომ შემეძლებოდა გაგრძელება თუ არა. მაგრამ მენტალობან ჩემ თავში ძალა ვიპოვე და მენტალურად გავძლიერდი, არა მარტო ფიზიკურად და ვნახე ჩემ თავში ძალა და გამოვნახე ის ძალა, რომ გამეგრძელებინა კალათბურთი. და ფიქრობ თუ არა, რომ უშლის ბევრ ახალგაზრდა სპორტსმენს ზუსტად ეს მენტალური პრობლემები, თუნდაც ფსიქოლოგიური წნეხი ამ ყველაფერში. კი, ნახე, საქართველოში სამწუხაროდ არ არის განვითარებული სპორტული ფსიქოლოგია რა. ჩემი აზრით ეგ არის ყველაზე მთავარი რა. ანუ ფიზიკურ ასპექტს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ, მაგრამ ფსიქოლოგიურად არავინ არავის არ აქცევს ყურადღებას რა, ვის რა უჭირს და ვის რა წნეხში უწევს ცხოვრება რა. მარტო კალათბურთი ხო არ არის და მარტო სპორტი არ არის, მაგრამ მაგის იქეთ ყველას თავისი ცხოვრება აქვს რა, ოჯახი ყავს და ბევრი მენტალურად დადგმული მიდის ვარჯიშზე რა, ბევრ შემთხვევაში.
და სპორტული ფსიქოლოგია საჭიროა ჩემი აზრით რა და რავი მოხარული ვიქნები თუ განვითარდება ეგ სფერო ამ საქართველოში. კი ბატონო, მაინტერესებს აი რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც კალათბურთელობაზე ოცნებობენ და უნდათ რომ პროფესიულ საქმიანობად აქციონ. თქვენ გამოცდილებიდან. პირველ რიგში იმას ურჩევდი, რომ არ არის გამორიცხული ამ რეალობის, ამ უпростоოდ ამ ოცნების რეალობად ქცევა. მაქსიმალურ შრომას, თავდაჯერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მივყავართ იმ შედეგებამდე, რომლებიც ჩაფიქრებული გვაქვს. ძალიან ბევრი დაბრკოლება შეიძლება შეგვდეს, ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი იქნება გზაზე, რომელიც ხელს შეგვიშლის ამ ბიზნეს მიღწევაში, მაგრამ თუ ჩვენი ბიზნეს ერთგულები დავრჩებით, თუ გავაგრძელებთ იმ საქმიანობას და ჩვენ მუდმივად გვექნება შეგრძნება, რომ ჩვენი გაწყვეტილება არის რაციონალური და ეს ის არის, რაც გვინდა რომ ვაკეთოთ, აუცილებლად გამოიგებს შედეგს. იმიტომ რომ ამ გზაზე განვითარების ამ დიდ გზაზე ბავშვობიდან უკვე პროფესიონალურ კალათბურთამდე ბევრ რაღაცას ანალიზებ შენია თუ არა, ანალიზებ რამდენად გიღირს ამ სფეროში ყოფნა. ამ ყველაფერს დაინახავს მით უმეტეს ბავშვი, ანუ შედარებით უფრო ახალგაზრდა მოთამაშე და თუ დაინახავს იმას, რომ ეს ის არის, რაც მას უყვართ და რის სიკეთებაც უნდა. მაქსიმალურად უნდა იშრომოს, ყველა ოცნების მისაღებად საჭირო არის თავდაუზოგავი შრომა. შრომა გამოიგებს შედეგს. შეიძლება არ არის ეს ბანალური აქსიომა არის, მაგრამ ეს ეხება ყველა სფეროში, სადაც არ უნდა დაინახოს დაბრკოლება, თავდაჯერებულობას და შრომას მოაქვს შედეგი. წესით ოჯახის წვლილი ძალიან დიდი უნდა იყოს მაგ საკითხში, რომ ბავშვმა პატარა როდესაც შედის თუნდაც კალათბურთში, ეს პრობლემები რაც შეიძლება რომ წინ დახვდეს, გაანალიზებული ქონდეს. უდიდესი წვლილი ახლა ჯაქს. წერან ილიამაც ისაუბრა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და გარდა იმისა, რომ კალათბურთელი ხარ მოედანზე, შენი ცხოვრება გაქვს. ოჯახს ძალიან დიდი წვლილი აქვს, მით უმეტეს ახალგაზრდა ბავშვის სიტუაციაში. იმიტომ რომ ოჯახური სიტუაცია, თუ შენი ოჯახის წევრები შენ ხარს გიბამენ და ხარს გიჭერენ, იმაში რომ შენ კარიერულად განვითარდები, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც შენი ოჯახის წევრი არან ვერ გიდგას. მე მქონია მსგავსი პრეცედენტი, რომ ჩემს შობლებს მაგალითად გარკვეულწილად რაღაც მომენტში არ უნდათ რომ სპორტსმენი ყოფილიყავი, უნდათ რომ მაგალითად სხვა სფეროში დავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დებდი შედეგებს და ვიყავი კარგი სპორტსმენი, მაინც მათი სურვილი სხვა იყო. ეს ქართულ რეალობაში ხშირია. კი, ნამდვილად. და ამიტომაც მშობლებსაც ურჩევ, გარდა ბავშვებისა, მშობლებს ურჩევ იმას, რომ მიიყვნენ თანდათანობით ნაბიჯ შეხედონ თუ როგორ ვითარდება მათი შვილი, თუ მათ საყვარელი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, თუ დაინახავენ რომ მას აქვს სურვილი ამ სფეროში ყოფნის, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი, როგორც ფინანსურად, რადგან ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან საჭირო არის ეს, არ ფინანსდება თითქმის არანაირი საერთაშორისო ტურნირი და შიდა ტურნირებშიც კი ფულია გადასახდელი. ასევე მორალურად და მენტალურად. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩემი მაინც უპირატესობა მორალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას აქვს რა. კი ბატონო, მადლობა ილია თქვენს შეფასებასაც მოვისმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით, აი რას ურჩევთ ახალგაზრდებს კალათბურთელობაზე, რომლებიც ოცნებობენ და უნდათ რომ პროფესიად აქციონ და გაყვნენ ცხოვრების ბოლომდე. ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ რა. როცა რომელიღაც სპორტსმენს უნდათ კალათბურთელს რა, ეხლა კალათბურთელს ვსაუბრობთ, ბევრი პრობლემა ქონდა რა ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გადალახა ის ყველაფერი და გააგრძელა და არნახული კარიერა შექმნა რა. აი ბევრი დიდი სპორტსმენი ყოფილა ეგეთ სიტუაციაში და ჩემი აზრით თავარი რჩევა ის იქნება, რომ ანუ ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც გულით უნდა რა. არა მარტო კალათბურთელს, ყველა სფეროში რა, იმიტომ რომ თუ გულით იქნა ეგ უეჭველი გამოგივა, ყველა ვარიანტში გამოგივა რა, მე ხა გულით მინდა სპორტსმენობა და კალათბურთელობა და რაც არ უნდა დამიდგეს წინ, ყველანაირად შევძლებ იმას, რომ დავძლევ ეგ ყველაფერი და გავხდე დიდი კალათბურთელი რა. და ჩემი აზრით თავარი არის ის, რომ გქონდეს დისციპლინა და мотиваცია და მონდომება. თავარი არის ეგ რა და ოჯახის გვერდში მდგომა კიდე არის თავარი ალბათ რა, იმიტომ რომ თუ ვიღაცა შენი საყვარელი ადამიანი გვერდში არ გიდგას ამ შენ საქმეში, მაგ დროს მე იმედი გისრუვდება რა. კი. და არა მარტო ოჯახის წევრები რა, გვერდში ვინც ყავს მეგობრები, ნათესავები, მწვრთნელებიც, ყველა შენზე უნდა იყოს მორგებული რა და შენ სავისავად უნდა მოერგო მათ, რომ შეძლო და რაც გაქვს დასახული მიზნად იქ შეასრულო. ვახსენე რომ მენტალური ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი სპორტსმენის კარიერაში რა და
ჩვენ სპორტსმენებს გვიწევს ანუ სტრესში ვართ როგორც ანუ უხეშად რო ვთქვა რა, იმიტომ რომ ყოველი თამაში ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა რა. ზოგჯერ არის რომ წაგვივა თამაში, ზოგჯერ არის რომ არ წაგვივა თამაში რა და მაგ დროს მნიშვნელოვანი არის საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა რა. იმიტომ რომ შენ თუ არ გაგამხნევა ოჯახის წევრმა, შეიძლება შეყვარებულმა, ნათესავმა, მეგობარმა, ხო, ეგრე ძალიან რთული არის რომ ეგ ყველაფერი გადალახო რა, იმიტომ რომ შენთან თუ ჩაიკეტე მარტო, ხო, მე არის რომ სპორტსმენს ეწყებათ ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესიები და მე სხვა რაღაცაში გადაიზრდება ეგ რა და მაგაში გულისხმობს ზუსტად მაგ გვერდში დგომას და მორგებას რომ ანუ ერთმანეთს უნდა მოვერგოთ რა მე გაუზიარო ჩემი გულის კივილი, ჩემ მეგობარს, ნათესავს, მშობლებს, შეყვარებულს, ვინც არ უნდა იყოს რა და მაგის მხრიდან იყოს ჩემი მიმღებლობა რა, მთავარი არის ეგ მაგაზე საუბრობთ. იმის დავამატებ მაშინ ილიამას ახსენა რომ მუდმივად იცვლება და ვერ მიდის ერთხაზოვნად ჩემი პერფორმანსი. თუ ერთი თამაში თამაშე, მაგრამ რავი, ჩააგდე 25-30 ხულა, მეორე თამაში შეიძლება 5-6 ხულით გამახვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ცუდი კალათბურთელი გახდი, ან რაღაც. ეს არის სათამაშო ტემპი და სათამაშო დინამიკა. ამას მოითხოვს ყველა კალათბურთელი ვერ იქნება ის, რომ მუდმივად მწვერვალზე იყო. სულ არის ეს საქანელა და ეს აპენდაუნი და ამ ყველაფრის მიღებაში უნდა გეხმარებოდნენ შესაყვარელი ადამიანები. ტრავმაზეც დავამატებ, რომ როდესაც ტრავმირებული ხარ, როდესაც იმას ვერ აკეთებ, რაც შენ გიყვარს, ფიზიკურად ვერ აკეთებ. არის მომენტი, არის ხშირად ხოლმე, რომ ძალიან ბევრ სპორტსმენებს ასევე პირადი მაგალითიდან ვიტყვი, რომ სანამ ტრავმა ბოლომდე მოშუშტება, მაგამდე იწყებენ ვარჯიშს და საკმაოდ ცუდი შედეგები მოაქვს. აი მე ძალიან ბევრჯერ რამდენჯერ ტრავმა მქონია, იმაზე ადრე დამიწყია ვარჯიში, ვიდრე უნდა გამეკეთებინა და ამ შემთხვევაში ძალიან საჭირო არის რომ სწორად აუხსნა საყვარელმა ადამიანებმა თუ გვერდში მდგომ ადამიანებმა, მწვრთნელებმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, რომ ეს დამაზიანებელია. იმ მომენტში შეიძლება რაციონალურად აანალიზებდე რომ შენთვის არ არის მომგებიანი და დამაზიანებელია, მაგრამ ის წყურვილი თამაშისადმი შენ სფეროში დაბრუნების სურვილი იმდენად ძლიერი იყოს რომ ფარავდეს და აი ამ დროს როდესაც საყვარელი ადამიანები გვერდში გიდგანან და რაციონალურად მშვიდად გიხსნიან იმ ყველაფერს რომ არ მოდი ჯობია რომ შენი მომავლის პერსპექტივისთვის თუნდაც მოიცადო არ დაიწყო ვარჯიში და ამ ყველაფრის განხილვაში გეხმარებიან იგი ძალიან დიდი პლუსი არის იმის რა. როცა იცი რომ სპორტული ფსიქოლოგია არა ამ ქვეყანაში განვითარებული და ზოგადად მსოფლიოშიც რა, ანუ ეხლა მე 21 საუკუნეში დაიწყო ამ პროფესიამ განვითარება სპორტული ფსიქოლოგიამ უფრო რა. გიწევს მარტო ამ გზის გავლა რა, ფსიქოლოგის გარეშე, ანუ ოჯახის წევრები მოდი გვერდზე გადავდოთ და საყვარელი ადამიანები და ამ გზის გავლა გიწევს მარტო რა და ანუ სპორტსმენი როცა ხარ ჩემი ეს ეგ გამოგარჩევს რა, არაფერთან არ ხარ განსაკუთრებული სხვა ადამიანთან შედარებით, მაგრამ ანუ მენტალურად უფრო ძლიერდები რა, ბევრ დაბრკოლებას ხდები ცხოვრებაში, ვიდრე სხვა რიგითი ადამიანი რა და ეგ მე გაძლიერებს რა და ეგაა ზუსტად რაც გეხმარება სპორტული ფსიქოლოგიის განვითარებაში შენ თავთან ოღონ და არა სხვის მხრიდან რა და ეგ არის რომ მარტო მოგიწევს გავლა ალბათ ვისაც ველაპარაკები ეხა ვინც გვისმენს და ვინც გვიყურებს პატარა ბავშვებზე მაქვს საუბარი, მაგრამ არ არის შეუძლებელი მაგის განვითარება რა. შეგიძლია შეთანთან განავითარო ეგ ყველაფერი, რადგან ბევრი დაბრკოლება შეხვდება ცხოვრებაში, ბევრი შეცდომა შეხვდება ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი ამ შეცდომაზე ისწავლო რა და ამ შეცდომის შემდეგ უკვე ახვალ მაღალ მწვერვალებზე. ხომ არ დამატებით რა იმას? მეც გავიმეორებ ჯერ იმას, რომ ნამდვილად არ არის სპორტული ფსიქოლოგია განვითარებული მით უმეტეს საქართველოში. სპორტსმენები ვითარდებიან საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით. მაგალითად ძალიან კარგად შეუძლიათ გარკვეულ ასპექტებში ბრაზის კონტროლი, როდესაც მით უმეტეს კალათბურთში არის ესეთი სიტუაცია, რომ შენი ბრაზის გამოხატვის საჯარო საშუალება ესე არ გაქვს, იმიტომ რომ დაისჯები. საჯის მიერ თამაშზე შემდეგ მწვრთნელის მიერ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სწავლობ საკუთარი ძალებით შენი მორალური თუ ფსიქოლოგიური წინახების გადალახვას. ეს ისახება არა მარტო სპორტულ ასპექტზე, არამედ ზოგადად სოციალურ ასპექტზეც ისახება. ხდები უფრო მეტად მდგრადი. გარდა ამისა, გესმის როგორც შენი პრობლემები, სხვისი პრობლემების გათვალისწინება ძალიან კარგად შეგიძლია და ზოგადად სპორტსმენები ხშირად არიან ხოლმე, რომ მორალურად ძალიან კარგად ესმით სხვისი და ეხმარებიან. სამწუხაროდ რომ ამ ყველაფრის გადალახვა მარტო გვიწევს ჩვენს და ძალიან ბევრ სპორტსმენს მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში არ არის აქ მხოლოდ კალათბურთზე ლაპარაკი.
ძალიან კარგი იქნება თუ დაინერგება და განვითარდება ეს სფერო, იმიტომ რომ როგორც პატარებს ჭირდებათ თანადგომა იმ გზაზე, რომ როგორც სკოლებში ხო ახალი ტენდენცია არის სკოლას თავის ფსიქოლოგი ყავს. ისე უნდა იყოს ყველა გუნდში. ეს არის ჩემი ძალიან დიდი რჩევა, ძალიან დიდი სურვილი. თავარი არის ის, რომ ეს გამომრჩა რომ მეთქვა, ანუ თავში არ უნდა აგივარდეს შენი წარმატების რა. თავარი ეგ არის, იმიტომ რომ ბევრი ტალანტი ყოფილა და ბევრი ტალანტი იქნება რა, მაგრამ შრომის მოყარეობა ტალანტს არასდროს არ დამომარცხებია რა და აქედან გამომდინარე ყოველთვის ჯობია რომ შენ გზას მივიყო ნელ-ნელა და განვითარდე, თავში არ აგივარდეს და ყველაფერი თავისით მოვა. თავარია რომ იშრომო და არ შეჩერდე და თავში არ აგივარდეს. თუ თავში არ აგივარდება, ყველაფერი თავისით მოვა, ჩავარდნებიც იქნება, აღმავლობაც იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებული იქნება შენი ეს გზა, რასაც გაივლე კარიერის განმავლობაში. მაინტერესებს აი მოსულა თუ არა ვინმე პატარა ბიჭი თუნდაც გოგო კალათბურთის მოყვარული და უკითხავს შენთვის რაიმე რჩევა, რაც საომალოდ გამოადგებოდა. კი, სხვათა შორის და აი ეს არ ყოფილა ეჯერადი, ბევრჯერ მოსულან და ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის, როდესაც შენ პატარა მოდის და უნდა რომ შენი გამოცდილება გაუზიარო. სასიამოვნოა იმ მხრივ რომ შენ გრძნობ თავს კარგად და მე ის რომ გიხარია რომ ცნობის მოყარე ადამიანი მოდის შენთან მინუს პატარა და ცდილობს რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს და სათავეში გრო გამოიყენოს რა თქმა უნდა. ქონდა მსგავსი პრეცედენტი, მარტო ვარჯიშობდი გარეთ ვიყავი გასული კალათბურთის მოედანზე და პატარა ბიჭი იყო, რომელიც მარტო იდგა და ნისროდა რა. მოვიდა ჩემთან და რაღაცა კითხა გუნდზე როგორ ქენი ეს როგორ ესრი ესე როგორ აგდები ისე ძალიან პატარა იყო 5-6 წლის და მარტო იყო და გამიკვირდა რომ მარტო იყო მოედანზე და რომ მოვიდა ჯერ მე დავინტერესდი ძალიან იმიტომ რომ ესეთი მცირეწლოვანი ბაუში მართლა მარტო დგას მოედანზე რა ვიცი ან რაღაცა პრობლემაა გან კიდე ძალიან უყვარს ეს კალათბურთს უყურებს და რომ დავინახე როგორ უყვარდა ნუ ესოდი და ჩემ ნასულ ჩაგდებულ ბურთებს უკან მაწვდიდა ხოლმე რა და თვითონაც სიამოვნებდა ეს პროცესი რა და მეც გამიშთა ის გზნობა რაღაცა რომ მე თვითონ ესო და მე დავხმარებოდი და რომ მკითხა შემდეგ რაღაცები რომ აი სიმაღლეში როგორ გაიზარდე როგორ გძინავს როგორ იკვებები რომ გუნდში დადიხარ სად მირჩევ მის ფლოსო ჩემ შეულებს უთხრათ მით უმეტეს 5-6 წლის ბავშვი რომ მაგას გეუბნება ძალიან დადებითი ემოციების საუზრელი არის ეს ყველაფერი რა და რაღაცნაირად იმედი იჩდება რომ აი ნახე არის ვიღაცა ვინ საინტერესებული არის ამ სფეროთი რა და კიდევ ანუ მაგას აქში რომ ესეთი ძლიერი ინტერესი გაქვს და ესეთი ძლიერი სიყვარული გაქვს მაგ საქმის მიმართ ეს ყველაფერი უფრო და უფრო განვითარდება რა და ძალიან დადებითი გზნობა არის რა. ნამდვილად ძალიან საამაყო არც ფიქრობ რომ ის მომენტში შენ რომ პატარა იყავი და იგივე საკეთებდი ახლა შენ გაქვს მსგავსი გამოცდილება. ხომ არ გაგვიძლიერებთ მსგავსი გამოცდილებას? ეგეთი შემთხვევა როგორც ლერისთან შემთხვევაში არაერთხელ ყოფილა რა. მაგრამ მე უფრო სხვანაირად ვიტყვი რა. მე მქონია ესეთი მომენტი რომ დამინახავს პატარა ბავშვი რა და ჩემი ინიციატივით ამდგარ ვარ და მithქვია თავისი რჩევა რა. იმიტომ რომ ანუ როგორც ჩვენ გვიხარია უფროსისგან რჩევა, ისე ვიხარით პატარებს ჩვენი რჩევა რა. და მე მქონია ეგეთი მომენტი სულ როცა დარბაზში ვარ, როცა ვხედავ პატარა ბავშვს. ყოველთვის რაღაც რჩევას ვაძლევ რა, იმიტომ რომ მე ასე თუ ისე გავლილი მაქვს ეგ გზა რა. ბევრი ჩავარნა, ბევრი წინააღმდეგობა და აქედან გამომდინარე ვცდილობ რომ რაღაც რჩევა მივცე რა და ამან უნდა გამოიყენოს თავარი ეგ არის რა მოსმენა არის მთავარი რა ჩვენც როგორც უფროსებს უსმენთ ისე უნდა მოგვისმენონ ჩვენზე პატარებმა რა იმიტომ რომ თუ შენ რჩევა მიეცე და იმან არ გაითვალისწინა ანუ ეგრე არაფერი არ გამოვა რა ანუ თავარი არ არის რომ შენ დაუშვე ეგ შეცდომა რა ანუ თუ ჭკვიანი ხარ სხვის შეცდომიდან უნდა ისწავლო ბევრი რამე რა შენ დაუშვებ რა თქმა უნდა ბევრ შეცდომას მაგრამ უნდა ისწავლო სხვის შეცდომისგან რა ყველაზე ჭკვიანი მაგ შემთხვევაში ხარ რა და პატარებს იმას მოუწოდებ რომ რასაც უფროსები ეტყვიან აი გაითვალისწინონ იმიტომ რომ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობენ მაგ ყველაფერს რა და ეგ ძალიან კაი იქნება თუ გაითვალისწინები მაგ ყველაფერს აი თუ ქონია გამოცდილება როდესაც თუნდაც პატარა იყავი რაიმე რჩევა მოუციათ არ გაგითვალისწინებია და რაიმე პრობლემას აწყვდის ამბავი კი ყოველთვის ეგრე არის ჩემ ცხოვრებაში სპორტშიც და სპორტის გარეთაც რა როცა მშობელი თუ უფროსი თანაგუნდელი მაძლევს რჩევას და მაგას არ ვითვალისწინებ ყოველთვის პირიქით ხდება მე და არასწორად მიდის ყველაფერი და რავი ჯობია რომ გაითვალისწინოთ უფროსის იმიტომ რომ ჩვენზე ბევრად მეტი იცის და ბევრად წაგვადგება აი ყველაფერი
ძალიან დიდი მადლობა, წესით ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი თემა იყო თანამედროვე კალათბურთელებზე თუ რა გზას გადიან იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებებს და რა პრობლემები შეიძლება რომ შეხვდეთ გზა და გზა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ლერი ლობჟანიძე და ელია სულაქველიძე. რა თქმა კი, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.